მოციქულთა სწორის, ქართველთ განმანათლებლისა და წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღისადმი მიძღვნილი წირვა სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძარშიც აღევლინა. ეკლესიის წინამძღვარმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა მრევლი დალოცა დღესასწაული მიულოცა და წმინდანის მიერ განვლილი ცხოვრების შესახებ იქადაგა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის დღეს წელიწადში ორჯერ 1 ივნისს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. ძალიან დიდი მადლია წმინდანის მოსახელეობა და ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა წმინდანის მოსახელეობა. ყოველთვის უნდა ვცდილობდეს, რომ ამა თუ იმ წმინდანის მოსახელე ადამიანი, რომ მისი ცხოვრება იცოდეს და მის ცხოვრებას ცირეოდენით მაინც ნაბიჯ ემსგავსებოდეს სიწმინდეში და ღვთისმსახურებაში და სიყვარულში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს წმინდა ნინოს, რომ ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვიხსენებთ რა წმინდა ნინოს, ჩვენ ყოველთვის მადლიერებით ვივსებით, რომ უდიდესი წყალობა და მადლი მოიღო საქართველოზე უფალმა, რომ ჯერ მანამდე ქრისტეშობამდე ელიას ხალენი, მერე აცხოვრის კვართი, შემდეგ წილიყარეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველო იცით თქვენ, შემდეგ ღვთისმშობლის მიძინება იყო მოახლოვებული და მოციქულების სამოციქულო მოღვაწეობის ქადაგების ღირსი გახდა ქართველი ერი საქართველო. შემდეგ მე-3-4 საუკუნეში წმინდა ნინო შემობრძანდა და ესე დაუსრულებლად არიან ეპოქაში დაუსრულებლად არის დრო და დრო უფლისაგან იგზავნება მოციქულთა სწორი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, საქართველოს ქართველი ერის ცხოვრებაში, საქართველოს ისტორიაში. რატო? იმიტომ რომ განამტკიცოს უფალმა ქართველ ერში, საქართველოში ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა წყალობა, ღმერთმა სიხარული მოგმადოთ, უფალმა აკურთხოს, უფალმა ძალიერსა თვისას მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერითვის მშვიდობით, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს მიცვალებას დღესასწაულობს. როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე სასულიერო პირები, ჩვენი რწმენა და ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა შემოიფარგლებოდეს ხოლმე ზედაპირულობის და აუცილებელია სიღრმისეული განათლება ამ საკითხში. და ეს გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ გავიაზროთ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა, რამდენად დიდი ბედნიერება ასეთი წმინდანის ყოლა ჩვენი ერისათვის. და რა თქმა უნდა, შემდეგ უნდა ვეცადოთ, რომ ის მცნებები, ის იდეოლოგია ჩვენს თავში გავატაროს, რაც წმინდა ნინომ ჩანერგა ჩვენში. ეს პირველ რიგში იქნება ქრისტეს ღირსეული მხედრობა, ქრისტეს ღირსეული მსახურება და როცა შევიგრძნოთ ჩვენ ამ უდიდეს პასუხისმგებლობას და როცა ამ ბედნიერებას ჩავწვდებით, უფრო გაგვიადვილდება ჩვენი მართლმადიდებლობა. მოგილოცავთ კიდევ ერთხელ და ასევე მიულოცავთ ჩვენს უწმინდეს უნეტარის ილია მეორეს და უსურვებთ ღირსეულობას და ჯანმრთელობას.